იქვე არის კაცდა ეს ვიდეო ჩართო ვაგრძელებთ ჩვენ ისევ ჩვენ საუბარს. იქვე არის ტაჯიკეთი, იქვე არის ყირგიზეთი, იქვე არის უზბეკეთი და უდიდესი სახელმწიფო ყაზახეთი, რომლებიც მე ჩავამთვალე, ესენი ყველანი არიან ისლამური სახელმწიფოები. ეს საშიშროება არსებობს, რომ ისლამური სახელმწიფოები დაუპირისპირონ ზუსტად რუსეთს და ერთი კუთხე იქნება შეჭრა ჩრდილოეთ კავკასიიდან, მეორე ნაწილი იქნება ეს შუა აზიიდან. ახლა დავფიქრდეთ ჩვენ კარგად. ეს არაბული სახელმწიფოები მარტო იმიტომ შენდება, რომ აქ მისმა ფულიანმა მაცხოვრებლებმა ჩამოვიდნენ და ამ წალკოტში 60-ში საქართველოში იცხოვრო, თუ აქ სხვა გეგმები არის კიდევ ჩადებული და განზრახული. აი ამის შესახებ ჩვენ უნდა კარგად უნდა ვიფიქროთ. ჩემო საქართველოს შვილნო, მარტო ის არ არის 2 კაცმა, 10 კაცმა, 100 კაცმა იფიქროს. ეს საკითხი ყველამ უნდა გავისიგძე განოთ. ნებისმიერმა ჩვენ განვა რა საშიშროების წინაშე გვაყენებს ჩვენ დღევანდელი ვაი მმართველები. ასე არ გამოვა ეს. აი ამიტომ ამბობ, ეს ძალიან დიდი საშიშროება. ეს უბრალოდ არ არის ეხლა ჩამოვიდნენ აქ იცხოვრონ და გამრავლდნენ და ფული შემოიტანონ იმაში ბიუჯეტში. ამას ვხედავთ რა სიფრთხილე ჭირდება და რა საშიშროება არის ამის უკან. იმიტომ ამ სოფლიო არ არის დალაგებული. პირიქით სოფლიო ემზადება. შეხედეთ შიდა სივრცეებში რა ხდება. გაეცანით საინფორმაციო წყაროებს. არავინ არაფერს აღარ მალავს. ეს ძველად მალავდა თორე. ეხლა პირდაპირ გახსნილია. აგერ რომ ჩამოვთვალე მე ეს ჩამონათვალე კისინჯერმაც, რაცელმაც კიდევ უამრავია ეგ. ბჟეზინსკი მაგა პირდაპირ აი დიდ საჭადრაკო დაფაში დაუმალავად აი ზრიმლენდისა და ჰარტლენდის მთელი სქემა, პროგრამა დახაზა, რუკები არსებობს ამისი. თუ მე არ დამიჯერებთ, მოიძიეთ ეს წიგნი და ნახეთ თქვენ თვითონ. დღეს უკვე მოყავთ ეს ყველაფერი პრაქტიკაში. ადრე თუ იყო თეორიები, ის თეორიები შემოდის უკვე პრაქტიკულ მოქმედებაში. ამისათვის ჩვენ ძალიან დიდი გონებრივი შრომა გვჭირდება, გონებრივი და გულიანი შრომა. და არა ისეთი, რომ ფულზე ვიყოთ დამოკიდებული. ის ფული დარჩება ადამიანს ოხრად. იმ მილიონერებს და მილიარდერებს რო გონიათ, რომ კარგად იქნებიან, რაც ქონება აქ შეიძლება დაგაკარგინო. იმიტომ რომ სხვა ხალხი იქნება აქ. და თუ გაჩაღდა აქიდან ომი და თუ მიადგათ ჩვენი ტანკები და ჩვენი ჯარისკაცები ჩრდილოეთის საზღვარს, თქვენ როგორ გონიათ, როგორ დახტოვებენ აქ? ბურდღა არ დარჩება ჩვენგან. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება არის საჭირო ამ ქალაქებთან დაკავშირებით. ეს ისე არ უნდა გავატაროთ ჩვენ. დრო თვითონმა ჩვენგანმა ეს გულთან ახლოს მივიტანოთ და ვიფიქროთ ამის შესახებ. ეხლა დაგემშვიდობებით. მე ჩემეული კიდევ ხედვა მაქვს, როგორ უნდა განვითარდეს, რა მოთხოვნები უნდა დავაყენოთ ჩვენ ხელისუფლების წინაშე. და უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ ვაიცულოთ. აბა კარგად ვცანდებოდეთ დროებით.